მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი ისევ წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო, გასართობ და მაგარ შოუს გააცინე და მოიგე. ვისაც გაქვთ სურვილი რომ მოხვდეთ აქ ამ გადაცემაში მონაწილის სტატუსით, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს მისამართზე. გააცინე ზაღლუკა rustavi2.com. ახლა კი პატივცემული ჟიურის წევრები. ნოდაჯი ჭამე, ყველა მიცით ეს ხუმრობა? იგატაბიძე და ნიკოლოზ არაბიძე, გთხოვთ შემობძანდეთ. ნოდაჯი როგორ ახარ, ნოდარი? დღეს ყველაზე აქტუალური ხუმრობა შეიძლება ითქვას ნიკოლოზ, შენ არ გეწყინება, ჩემო მეგობარო? რა თქმა უნდა. არ გვეწყინება, მაგრამ ესე. როგორ გეკადრო? ჩემი გამაღლა ყოფილა, რაღაც არ ბედნიერი. ძალიან კარგია, ჭამე ნოდარი, შენ რა? დღეს არ იქნება ალბათ ჭამე საჭმელი. აბა იქნება. შეიძლება ვთქვა დალien ნოდარი, ან გაიცინე ნოდარი. აბა შენი ნოდარი? აბა შენი ნოდარი და მაინც დავაჟ ნუ მოაღებ ყველაფერზე ერთ ნოდარი. ხო, ეგეც შეიძლება, შეიძლება. არ დამყოფო ნოდარი და რაღაცა ეგეთი. არ დამყოფო ნოდარი, ბიუჯეტი არა გვაქვს ნოდარი. რა ვიცი, უფრთხილდებით ბიუჯეტს, ჩვენი ხელფასები დევს იქ ნოდარი, მე ქშია ნოდარი. შემიც დევს? მოგეთ, შენიც დევს. დღეს შენი დევს საერთოდ იქ და ამიტომ ისე ნუ იცინებ რო აღარ დავაშინიან, ხო. დღეს შემიდევს ვარ. ხო. მოგწონს ხო აქაურობა? პირველად ხარგეც. არ ენერგიულო ყველაფერი. სურვილი ჩავუთქო რომ კიდე მეორედაც მოხვიდი. გააჩნია რამდენს გაცემ დღეს და როგორ იქნება ყველაფერი. საერთოდ არ ვიცი. ჩვენც არ მოვიდეთ მეორე ჩვენც აღარ მოგვიწევს მოსვლა. რა იცი რა ხდება? ნახოთ. დაბრძანდით გთხოვთ ნიკოლოზ ზეკრა. უსენი რა როგორ არის? მე შემაგზავნა დავიკავებ. ნოდარი კი არა და გიგა, რაშია საქმე? აგიხსნით რა არის ეს? ყველა მიცით, მაგრამ მაინც ეს არის ბორდი შევარქვი მე. მოფერებით ვეძახი ბორდს. ეხა გავხსნა. ხო, ეს არის ბორდი, სადაც არის მონიტორი, რომელიც შუაზეა გაყოფილი და აფიქსირებს ჩვენი იუმორისტის სახეებს, ასე რომ ღიმილს ვერ გამომაპარებენ, მაგაზე არ იდარდოთ. სამი ღილაკია, ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი ნიშნავს რომ 1 წუთი დაიწყო, თეთრი რომ დამთავრდა, ლოგიკურია და წითელი რომ გაგვეცინა და ფულები გადის ჩვენი სეიფიდან. ყველაფერი გასაგებია. დიახ. მაშასე, მზად ვართ, ხო? მე მზადა ვარ. პირველი მონაწილე ოღონდ მარტო არ არის. შვილებთან ერთად, მეგობრებო, მალხაზ ქაჩლიშვილი. აპლოდისმენტები შევეძებთ. ქაჩლიშვილები გასალამი. ნიკოლოზ, კახეთიდან ისეთი ღილო მოგიტანე, ისეთი ღილო. მისი ბადალი ქვეყნად არ არის. დააგემოვნე, როცა გენებოს. გაიხარეთ. მადლობა, მეც დავაგემოვნე. შეცვალთ ისე. ნამდვილად. ვინოს ხანდახან. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მადლობა. რატომღაც ახლა თქვენ რო ჩამოგეტანათ ელარჯი, უფრო ის გამიკვირდებოდა. ვინო გასაგებია, ძალიან სასიამოვნოა, მომძანდით თან ვაშკაცებთან ერთად. რა თქმა უნდა. ბაბაჯანასავი წყალსამყიდიო და გვინო მოიტანა აგერ ადამიანი. ეს გაიხარეთ. თქვენ ანკეტას გადავხედეთ 40 წლის მზანდებით. დიახ. სიგნაღიდან გადასარევი კარგი ადგილიდან ხართ. საყვარელი ცხოვრება. საყვარელი ცხოვრება, ზაღლი ვირი გასაგებია, ზაღლი რა ჩანცე. ვირი გასაგებია. გაიხარეთ, რა ვიცი მე წარმატებები მინდა გისურვოთ და მე წარმატებებს გისურვებთ. ბატონო მახას. ბატონო ნოდარის სტუდიაში. არაფერი. ეს კურთუკები რაიმესთვის სჭირდებათ თუ უბრალოდ ტემპერატურას ვინ არჩევს? თქვენინება. მე შეგახსენებ წესებს. წესები ყველა მიცით, მაგრამ მაინც 5 წუთია. პირველი წუთია 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარიანი და მეხუთე 1000 ლარი. მაშასე თქვენ შეგიძლიათ წარმატებულად დამთავრებული წუთის შემდეგ თანხა აიღოთ და წაბრძანდეთ, ან გააგრძელოთ თამაში, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ ჟიურის გაცინებას, თქვენ ამ თანხას დაკარგავთ. წესები გარკვეული გასაგები ყველა. მაშინ მე წარმატებებს გისურვებთ. აბა თქვენ იცით? 3 2 1 კახეთიდან ცეხების უშტაბაში გახლავარ. მოსულ ვარ რომაო, თქომაო, ერთოლისე მეშნოი სიტყვა რო თქომ, შეიძლება ნიკოლოზ. მე და ჩემს ძმასა ერთი ელემი ჯორი ყავდა კაცო. თვალებიდან თესგეზელად იყურებოდა. ერთოლათე ჩვენებოდა ხოლმე იმ მამაც ხონებულსა, იმას ამაშა. ვაჭმევდით, ვასმევდით, ზედარავს ხდებოით რომ წელია ეთკიდოსო, მაგრამ მამა ძახსაო, მაგაშსაო, მაშა ერთხელაცა მარგარინასავი მომდა ბიძაჩები. წუთი. ბავშვები რომ გვერდს მშვენებენ. ბატონი მალხაზის ჯიბეში 50 ლარი ჩავიდა ხოლო გიგას. ხებას 50 ლარი მოაქვს. ელამი. ო, ბაილა. ეგაი ჩაქსოი მაგაში. კარგია, ბატონო მალხაზ, გილოცავთ 50 ლარი თქვენია. ალბათ ვაგრძელებთ თამაშს, ხო? კი. ყურადღებით გიგა.
ნო დადი დაგიკეთებ ეს 3 2 1 ერთხელაცა ბიძა ჩემი მოვიდა კაცო გედაგვეკი და გინა თორა ჯორჯე შემსვითო კაცო პახამილიეზე მინაურო გამოვიდეო ვეუნე ბიძა ჩემო ესა ჯორია განან მინერალური წყალია მეთქვი კაცო არაო მაინც იცახის ჯორჯე შემსვითო კაცო თავი აღარ გაგვალება მეუთხარ ბიძა ჩემო აი ოჟები დაიჭი წელზე აშიაჯე რადიკულიტი აქ მეთქვი კაცო წელკავი თუ გინა აი უკან კუსტუმზე შეაჯექ მეთქვი რა სამოფო გაუხარდა კაცო ოღონდა ცაო ჯორზე შემსვითო ოღონდა ცაო და სადაც მეთქვით იქ შევაჯდები ჯორსაო ვა კაცო რა ვქნა ხო და ბიძა ჩემო ოჟე ხელი წავა ასე შარიშური მესმის ყველა მხრიდან რაღაცა ისე შარიშური. კარგი იყო ეს. ყველა იცინეს. მე გაგაცინე. მოდიშიო კაცრავ. მოდიში. ამიტომდა. ბატონო მაყას გილოცავთ 100 ლარი თქვენია. ვაგზელებთ თამაშს. აბა 3 2 1 ბიძა ჩემო კაცო ოჟები რო ხელი წაავლო გადააჯდამ ჯორსა კაცო ამ გამწარებულმა ჯორმა ყარა და ყარა კაცო ბიძა ჩემსა მაღლა ჰაერში ისრო და როგორცა ლაყი კვეცხი აიგრი აჭანჭყარა და აჭანჭყარა ბიძა მე მაგალითი უნდა ვიყო შენგან ბიჭებო დამსდა დაისვენეთ რა ვიცი ვიდი ხო გავაგზავნე 200 ლარი თქვენია ვაგზელებ საბოლოოდ აბა ვაგზელებთ აბა მომემზადეთ წავიდა როგორც ლაყი კვეცხი აი გაჭანჭყარებდა კაცო რაც ეჭამნა და რაც დელივნა რა როგორცა მოცეკვავი შადრევანი პირიდან იგერი ასხამდა კაცო დღესაც გამწარებული ყვირის ხოლმეო სასმელი და ჯორი თვალთან დამარახოთო კაცო დედაკაცი მედაევა დედაკაცი ჩემს ყოზე ვერ გამიტარები ხარო კაცო ვერაო ვეუნები რატო დედაკაცო რატო ჯორი ტვინი ბაჭაები თქვი და შეჭკვაზე გავივლი და გამოვილი მეთქვი არაო ვერაო კაცო ვერაო რატო ვეუნები დედაკაცო იმიტომაო რომაო ჯორი ტვინი ბაჭამო წიხლები ქნება რომ დეჩიო მე რაღაცაო ვეუნები დედაკაცო ჯორი წიხლი საწყენი არალი მეთქვი კაცო არა მეთქვი არა დედაკაცი ქალაქელი მყავ კაცო დამღუპა და დამაქცია იჩემი ელები ჯორია რა ბაზარში გამაყიდინა და გამაყიდინა კაცო გამაყიდინა 44 დავაფიქსირე. მეც გამცინებელი არ ვარ. პადაშორის იყო ბოლო წამები. 400 ლარი თქვენია ბატონო ახლა. ამ ბავშვებს რას ვერჩით? არა, ბავშვებს ეხლა უბრალოდ ბავშვი რიგარეში რა ვიღა. ვატყობ ნიკოლოზ თავს იკაებს, მაგრამ არა უშა. ესა ნიკოლოზია კაცო, პატარა თეთრი ზვიგენი. ეთონე კურსა და თავწყაიბებს ხარსაჭა. იმიტომაც არის ეგეთი შამსებული მაშა. ნიკოლოზა შუფში გიგა, მაგრამ ლოყებში გავთვალა. აბე ეთი ნახე სულეთში ნიკოლოზ. იურვენე. აი. ავანახე. აშა აგია გაიცინებს. ამერაშიც ვნახოთ, აბა? აჰა. ამერა გასაგებია რა. ამერაშიც ვნახოთ. აი ხედა. რატომ იცინო და თორმე. ნიკოლოზი. აგე? აგე? ორეულია, მაგრამ ჩემ ბავშვობა. ორეული. აი მეორე ჩემი ფოტოები აქვს? როგორ? ჩემთან ერთად აქვს. დაიცა. გავაგზავნოთ 1000 ლარი. ესა კიდე გოგია, კაცო, გოგია. რაც გინახავს, ვეღარ ნახავს. კინო რო არის, ხო? გოგიასაო, შავთვალები ქონდაო, როგორცაო, თესაო, ვიცაო. აბეთი აჩვენე. აბეთი ნახე. შავთვალებში გავთვალა, გავაეთი ნახე. აი, გაიცინებს კაცო. მეც რომ ანახოთ, არ შეიძლება, მეც ვარ. ვირიც რო სადილობს იქვე. აი, სადილობს თამადა, კაცო, თამადა. დაჟე თამადა თორჩეთ. თან იუბილარის არის. ტორტი.
შავმაში რო იციან, მარტო სუფრასთან საინტერესო რომ კოლაჟით ვარ. ვირიდან თან იუბილარი საკუთარ დამდღეზე რომ შენერად მიიღო. ყველაფერს თავი აიღო. ვაგზელებთ თუ შევწყვიტოთ, ბოლო წამები. შევწყვიტოთ, უბრალოდ, ხო, შევწყვიტოთ. შევწყვიტოთ. არა, განაარება ყველაფერი, მაგრამ რა გავენებს გასო, რა გამოვლებს, მაგრამ მაიცაუნა. არა, თუ არის დარჩენილი შეგვიძლია ვითამაშოთ. არა, როგორ არის ყველაფერი გაქვს, აბა, როგორ იმას ვიძახ, საკმარისია. პირველ ეტაპზე ბიჭებსაც ვკითხოთ რა, ერთი წუთი. ბიჭებო, კაცებო რა. ორეულო, მიდი, ორეულო, მიდი. თამაშო? გასუფში თუ არა. თამაშო? მამა რასაც იტყვის. დარიგებულია ბავშვი მამა რასაც იტყვის. სახში 400 ლარი სამზეო და გატყდეს. კარგია, ბიჭები წილში არიან. მოკლედ, წყვეთ თამაშს. თქვენი ნება. მაშინ აპლოდისმენტები დამსახურებული ესა ორა ბანდა წითელ კაპულებს რომ იყრის თავი შეყვარებული. საწოლები. ეს ორი აბა შენა. ეს ორი უზართული კიდე შენა. როგორია? დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდა. კიდე გავადები. გააცინე და მოიგეში 18 აღი საქმოსულა კაცო, მობზანი და თქვენ თვითონ ნახავთ რა ბედნიერება და სიხარულია ამ სცენაზე. ესეში რა ხდება იცი? არა, მაგარი. ეხლა ხული მომეცით. არა. ღმერთმა ამრავლოს და კიდე 4 შვილით არ იყო. 1000 ლარი მიქონდა უეჭველი მე. არა, კარგი იყო რა. ბავშვები უნდა გაეშვა. კაცო! და თვითონ უნდა თევას გაიგზელები. მოკითხვა, დიდი სიყვარულით თევას მოკითხვა აქედან. გავაგზავნოთ ხო თამაში? კი. მაშ ასე, გავაგზავნოთ თამაში. შემდეგი მონაწილე ჯულიეტა სხულუხია. აპლოდისმენტები. გამარჯობა თავაზობრივი. ენამაც დაფუძნდა. მომძან, დაგეხმარებით? არა. აქეთ ცენტრში. ძალიან სასიამოვნო პირველ რიგში რომ გვესტუმრეთ და მისასალმებელია ის რომ გაქვთ იუმორის გზნობა და გადაწყვეტეთ ჩვენ გადაცემაში მოსვლა. ძალიან კარგია. პავილები და ბუნება გიყვართ. პავილები და ბუნება. პავილები, ბუნება და იუმორი რატო არ ჩაწერეთ არ ვიცი. პავილები და ბუნება გიყვართ? საყვარელი კერძი? ეს უბრალოდ შეცდომა. იდეალი ქალბატონი უწერია ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. ხო. ესე ძალიან მისასალმებელია ქალბატონანის. ყველა პატივსებ თელ საქართველოს და საყვარელი კერძიც. კერძიც ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. კერპი არ ეწერა? ხო, არა უშავს. ეს მექანიკური შეცდომა. არა უშავს, ტექნიკური. ძალიან სასიამოვნოა, ჩვენ მე მზადა ვარ, შეგვიძლია დავიწყოთ, მე წარმატებები მინდა გისურვოთ. გავაჭრონ ჯულიეტა, წესები ხომ არ გნებავთ რომ შეგახსენოთ თუ იცით? წესები კი ვიცი. იცით, მაშინ წარმატებებს გისურვებთ. მზად ვართ? ალბათ. ალბათ. აბა ვნახოთ. თუ ინერვიულებ? არ ინერვიულად, აქ სანერვიულად, ყველანი შინაურები ვართ. ეს დედის მხრიდან ათესავია, მე მამის. არ ინერვიულად. აბა საბიძაშვილო მიზის აქ ყველა. აქ ყველა შინაურები. ჩემები არიან სულ ყველა. 3 2 1 სამშობიაროში ბავშვის დაბადების დროს ახარებდა ხოლმე სალიტარი. ერთხელაც გოგონა დაიბადა და გაიქცა რომ უნდა ვახარო პირველი შვილია და ძალიან გავახარებო, მაგრამ ცოტა დაიგვიანა, რომ შემოვიდა აიწია კალპაკი და წინათ 25-მანეთიანები იყო მოდაში, ბრურვაში და გვაჩვენებს 25-მანეთიას. ეგ საიდან დაიმსახურეო? როგორ არ დავისახურებდიო, რომ გაიგო გოგონა შემეძინაო, გაიქცაო და მოუწიე, მოვქაჩე ხელიო და უთხარიო, რატომ ცოლს არ კითხულობო, შენო იცი რა მშობიარობაო? რა, ასე აგდებით მიპასუხაო. მე უთხარიო, ის არისო რომ დაკეცილი ზონტი კი რომ შეგირჭო და გაშლილი გამოგაცალო. სავარაუდოდ ეგ სანიტარი დიდხანს ვერ გაკაჩავდა მაგ სამსახურში მე რა ვაგვიჭერე. კი, დიდხანს იყო კაცო. ისეთი შედარებები ქონდა. ძალიან კარგი. შედარებების დიდოსტატი სანიტარი ყოფილა. ჩვენიერი. 50 ლარი თქვენია ქალბატონო ჯულიეტა, რა შვებით, ვაგზელებ თამაშს. გავაგზელებ. კარგი დასაწყისია, რაღა დაგიმალოთ.
წარმატებებს გისურვებთ. ისევ სანიტარზე უნდა მოგიყვეთ, მაგრამ სხვაზე. ძალიან სხვა შედარებაზე ლამაზი ქალბატონი. აბა ვნახავთ. მაგრამ ცოტა მოწითალო თმები ქონდა, აიძულა, გამგებ. ერთი წუთი ჩავთო. წავიდა. ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო, მაგრამ აიძულა თქვენ რომ რიჟა თვები გაქვთ მთელი დღე, მე დათარსული ვარ და არ დაგინახო აქო. საწყალი იმალებოდა, როცა შემოდიოდა გამგე, არ დანახვებოდა, მაგრამ როდესაც ტელეფონის დასარეკად მიდიოდა, თურმე თავის კარებში დგა ჯიბეებში ხელშაწყობილი და რომ დაინახა აებნა ფეხები, მაგრამ როგორ გავიქეცი, მეც არ ვიციო. გავიქეცი და მის ფეხებში თხლაშანი გავადინეო, სულ დაწეთლებული ქონდა სახე და თვალები ისეთი მოვიდა. და რო არ დექიო ძლისო მითხრაო, მოდი აქ სვეტავ. რომ მივედიო ხელებს ჩაწყობილი მეუბნებაო. რა ჩემ ფეხებს წამოკარი ფეხი ეხლა ამ იატაკზე რატო დაეცი მაინცა და მაინც ჩემწუდა. მაგრამ იმან უარესი უთხრა, მე ვერ ვიძახე. ფეხები არა, უარესი, მაგრამ ვერ გასაგებია. ამიტომაც გამეცინა. ამიტომაც გაგვეცინა. ჯიბებში ხელშეწყობილი ადამიანური, რა ჩემ ფეხებს წამოკარი. კარგი იყო, ქალბატონი ჯულიეტა ასილარი თქვენია. მოგწავს? შვენიერი ისტორიებია და შვენიერი. ვაგრძელებთ? გავაგრძელოთ, რა ვიცი, მე მგონი რომ დაფიქრდით, ასილარი თქვენია. წინ 200 ლარია, მაგრამ საშიშროებაც არისო დავკარგეთ. ხო, ვალი მაქვს 200 ლარი. ვალი გვაქვს 200 ლარი. გავაგრძელოთ. ზუსტად გათვლილია ყველაფერი. მაშინ წარმატებები. წავიდა. ბავშვები ზაფხულში საბანაოდ მივდიოდით ხოლმე. ყველაზე პატარას ტანსაცმელს ვაბარებდით. ერთი პატარაც წამოყვა და ამ დროს რომ მივდივართ, მეზობლის ბაღიდან ისეთი წითელლოყება ვაშლი ეყურებოდა, გავუბედეთ რომ მოგვეპარა, გადავსულიყავით და უთხარით. დაჯექიო აქო მე არა, უფროსი რომელიც იყო იმან უთხრა. დაჯექიო და დაიძახეო, რომ დაინახო პატრონი ზექსო. ჩვენ გავიქეცით როგორც დავიწყეთ ერთი ვაშლიც არ მოგვიგლეჯია, ამ ბავშვმა ატეხა ყვირილი, გოგუებო ბიძია მოდის, სექსო იზახდა, ზუთ ვერ წარმოს თქვა. გაიცინეთ, გეცეცებით. ახლა რო აღმოჩნდეს რომ 400 ლარი აქვს ვალი. 400 ლარი რო აღმოჩნდეს რომ ვალი აქვს ეხლა ამ ტურში. კარგი იყო. გილოცავთ ქალბატონი ჯულიეტა, 200 ლარი თქვენია. ვალი გასწრებულია შეიძლება ითქვას. კიდე ხომ არ გვაქვს? არა, იყოს არა. 200 გვაქვს ვალი მე. მაგრამ არა, სწავლები მინდოდა. ანუ წვეთ თამაშს. საბოლოო გადაწყვეტილება. თქვენი ნება, აპლოდისმენტები. როგორი მარტივია ვალების გასტუმრება, მეც ხო არ მეცადა ამ სცენაზე. მე ცოტა მაქვს თვითონ. არა, მიხუმრე, მე გამომსვლელი არა ვარ. სადაბათ საფუბარო თავი, გაბარე. 200 ლარი გადავცეთ ადამიანს დამსახურებული აპლოდისმენტების თანხლებით. ძალიან იყურხართ და ძალიან თქვენი მოყვარული ვარ, ყოველ გადაცემას უყურებ. ამან მომწონს სტიმული და მოვედი თქვენ. დიდი მაგალითად. აი ესე როგორც მოგზავნით, აქეთ მოკლეზე შეიძლება გავაკეთოთ და არ არის პრობლემა. როგორც გაგიხარდეთ? ძალიან ღელავდი, მოგესალმებით ყველას და მადლობელი ვარ დიდი ამ გადაცემის. ვალი მქონდა ნამდვილად და გავუბედე ამ სიმერეში. გეთაყვანებით ყველას კოცდით, ძალიან კარგი გადაცემაა. ისეთი მდგომარეობიდან გამომიყვანა, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ვიქნები, არც მგონია. მადლობთ დიდი. ასე გავიდა 200 ლარი ჩვენი ჯიბიდან. მაგრამ მე უნდა გაგაფრთხილოთ, ხო, წევა დამავიწყდა გაფრთხილება. რო ჩასწრებით ხოლმე სიცილით მან და შემდეგი წუთი რო იწყება და ისე დაიწყეთ. მე მომევიდა. ღიმილით შედიხართ. ნუ შედიხართ ღიმილით. ნუ დადი არ გიგდა არა უშავს. კარგია. ვის მოუვიდო? ღვინო გაქვს მან სხვათა შორის და ისე ქენი რო. ეს არავინ წაიღო. ხო, არავინ არ წაიღოს. ჩვენც სვავთ სხვათა შორის მართლობას. ჩვენც ადამიანები შენს გარდა ვსვავთ ღვინოს. ამას აწერია ნიკა. ნიკა აწერია. მე ნიკას მეძახდე ბავშვებს. მოდი გავაგრძელოთ თამაში. და გუა დაწყებული არის ცოტა სვავ. ცოტა. შემდეგი მონაწილე, მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ეს არის ავთანდილ ჯანხოთელი. აპლოდისმენტები.
გამარჯობა ბატონო ალთანჯულ გამარჯობა. გამარჯობათ მოგესალმებით ვიურს, მოგესალმებით დარბაზში მყოფ ყველა მსმენელს, მივესალმები მთელ საქართველოს, საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ეროვნების ხალხს, უსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძმობას, ერთობას და რა თქმა უნდა დიდ სიყვარულს. მადლობთ ყველას. დიდი მადლობა. მადლობთ სანდელ. კარგი 100 ლარი მოიგო უკვე. ძალიან სასიამოვნოა როგორც თურეთ პირველ რიგში. ჯანხოთელი მე კურსელი მყავდა ჯანხოთელი. ნასტობი გვარია ჩემთვის. თქვენ ანკეტას გადავხედეთ და ესე იგი საყვარელი ცხოველი გიწერია ჯიხვი. საყვარელი კერძი კუბდარი. ახლა ზაზუნა და ბულიონი გამიკვირდებოდა აქ თუ არა. ასეთ გვარის ადამიანს ახლა ჯიხვი და კუბდარი რო უყარს, გასაგებია. იდეალი ქალი კაცი, მომხიბლელი ქალი. კონკრეტული არავინ არ აღავს. თუ ვინმე ლამაზია. კარგით, რა ვიცი, მე შეგვიძლია დავთ ბოლოს ლექსია იქ რაში გამოიყენებ თანხასო და ლექსი დაუწერია. ბატონო, როგორც ხდებით, გიწერიათ კიდე ძალიან გიყვარს პოეზია და სასიამოვნოა ძალიან. ძალიან მეყვარხართ ყველა. გერეცვალთ, რა ვიცი, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყოთ. ბატონო ავთანდილო, წესები ხო ვიცით? კი ბატონო. ძალიან კარგი, მაშინ წარმატებებს გისურვებთ. 3 2 1 დედა გარდაიცვალა, მამამ გთხოვა, საფლავის ქვაზე დედის სურათთან ჩემი სურათიც დაახატეთ. დედა ულამაზესი ქალი იყო, მამა ვერ იყო ლამაზი კაცი. დედის ახალგაზრდობის სურათები ჰქონდა, მამის სიბერის პრობლემა შეგვექნა სურათზე მამის საფლავის ქვაზე მამის სურათი დაგვეხატა. ხატვართან გვინდა რაღაც გავაწყოთ საქმე და ხატვარმაც შეგვატყოთ, გვეუბნება, ნუ გეშინიათ ყველაფერს ისე მოარგებ, როგორც თქვენ გაგეხარდებათო. როგორც მამა და შვილს შეეფერებაო. ამან სულ დაგწყვიტა გული. ამასობაში ჩემი ძმა უყურებს, ვიღაც ლამაზი კაცის სურათს ხატავს. ეს კაცი გონი მოგვეხსნა პრობლემა, მეუბნება მამა. ხედავ ამ სურათს. შეეფერება დედა ჩვენს ეს სურათი. კარგია, მაგრამ ხუსი რო არის. სამწუხაროდ მე არაფერს შუაში ვარ დედას პიცაა. არ ჩვენ არა. დრო, სამწუხაროდ ერთი წუთი იყო განკუთვნილი და ეს წუთი არ გეყოთ. თუმცა რაღაც საინტერესო ფინალი. დაასრულეთ ისტორია თუ თუ შეგიძლიათ რომ დაასრულოთ. სამწუხაროდ დრო დამთავრდა. ამ სურათს. ლამაზი და სიმპათიური კაცია მეთქი. ხო წავა დედის სურათთანო, წავა. ნამდვილად შეეფერებ ერთმანეთს მეთქი. მოდი ჩავახატათ და მე და შენ გვეწოდინება რომ მამა ჩვენი არ არის და სხვა რაზმ. სამწუხაროდ ბატონო. რა გითხეთ არ ვიცი, ხა ბოდის გიხდით, ჩვენ რო ერთი წუთი გვაქვს დრო და ვერ მოვასწარეთ უბრალოდ ეს ისტორიის დამთავრება. რა ვიცი, მომავალში ალბათ თუ კი გვესტუმრებით გავითვალისწინოთ ესეთი რაღაც რომ სულაც არ მაინტერესებდა მოგება, ძალიან მიყვარხარ, ძალიან მინდოდა მონაწილეობა მიმეღო. განაცვალ თუ კი რამე გაქვს, სათქველი კიდე შეგიძლიათ თქვა. თქვენი და დიდი მადლობა რომ მონაწილეობა მიმაღებთ. დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა. კიდე გელოდებით დამწერა. ვირფასო საზოგადოება ნამდვილად განსხვავებული პროექტია, ძალიან მომეწონა. ეს ჩვენი ბრალია, დროში თუ ვერ ვეტევით. ყველას გირჩევთ მობრძანდეთ და მოიგოთ და ხალისიანად წახვიდეთ ამ პროექტიდან. გავზარდეთ ჩვენს დრო. არადიული პრობლემა დრო. უსე ყოველთვის გვაქვს ეს პრობლემა, მაგრამ რა ვქნათ, ესეც ჩვენი გადაცემის ფორმატია და თავარი ხიბლი ეს არის. დიახ, რომ მოკლე დროში რა თქმა უნდა. არა უშავს, ბატონი ავთანდილო დარწმუნებულია რომ შემდეგში რო გვესტუმრება გაითვალისწინებს ამას. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ეს არის შალვა ცერცვაძე, აპლოდისმენტები. ოფსაიდ ბატონო შალვა. შესაძლებელი რა მეთქი რაღაცას მესვრის თქო, მაგრამ რატო? ჯერ სასროლად არ აქვს. არა მაქვს ჯერ საქმე. ცენტრი შეიძლება ფოტოშორის ისეთი ანეკდოტი უნდა ვთქვა, მართლა სროლაზეა საქმე.
ეგ მე არ მესმე არა კარგია. იმედია მარტო ცენტრით შეიძლება ბატონო შალვა დაკავშირებით. მომზადეთ ცოტა ცენტრში. აბაგის. აი ზუსტად ჩამოაგდეთ. მეზობლები кейფობდით და არა ერთი წამით უბრალოდ რაღაც თქვენ ანკეტას გადავხედეთ ძალიან სასიამოვნო რომ გვესტუმრეთ როგორც ყველა დანარჩენ სტუმარს ვეუბნებით ხოლმე საყვარელი ცხოველი გიწერეთ კატა და ძაღლი ერთად სადმოასარეთ ამენ შეყვარება და საყვარელი კერძზე გავამახვილებ ყურადღებას ხაში ნუ შესაბამისად ახლა ამას წინაპირობები რაც ეკდება ხაში მისი არ იჭმევა ხო ნუ რაღაცა უნდა იყოს მანამდე წინა დღეს ესე იგი საკმაოდ ბევრი გამოცდილება გვაქვს სუფრის მე როგორც ხვდები იმიტომ რომ ხაში თუ გიყვართ ხაშამდე უნდა წინაპირობები საყვარელი სადაგზელო ვისაც ჩვენი დანახვა გაუხარდეთ ჩვენ გაგვიხარდა ჩვენ გაგვიხარდა მადლობელი ვარ ძალიან კარგი რა ვიცი თუ კი გიგას არაფერია არაფერი ისეთი ხო მე შემიძლია გამოგცე შეგვიძლია დავიწყოთ მოუსვენ როგორც ყოველთვის მეზობლები кейფობდით ერთი წამით მოემზადეთ წინაპირობა გინდა რამე თქვა შეგიძლიათ წინაპირობა შეგიძლიათ შესავალ რაღაცა ვიწყებთ ბარემ დროს ვიწყებ დავიწყოთ დავიწყოთ რა დავიწყოთ მაშინ მოემზადეთ წავიდა მეზობლები кейფობდით რამე და რო ყველა სვავდა ერთი არ სვავდა რამე და რა არის რატო არ სვავ მეთქი და წყერზე უნდა წავიდეო სანადიროდ მე მეთქი დალიეს შეგაიკაცო და ერთ წყერს რო დაინახა ორად მოგეჩვენება მეთქი და რო ესვი ორივე ჩამოაგდე მოიტანი აქ ვიქეიფოთ მეთქი ორი ამხანაგი შეხვდა ერთმანეთს ყურის ოპერაცია ავარიაში მოვყევიო და ყურის ოპერაცია გავიკეთებო და წვიმა რომ მოდის ჟოლოპივით ამაქვს ეს ყურები მიკერილიო პირდაპირ წყალი ჩამდისო პირშიო ხაშის პული გვაქვს ძალიან მაინტერესებს ჟოლოპივით ყურები ადამიანს როგორ შეიძლება კარგია ბატონო შალვა 50 ლარი თქვენია მომილოცავს რა ვშვებით გავაგზავნოთ 1000-დან დავიწყოთ რაღა უკუღმად დავიწყოთ ნახოთ ეგეთ შეუსაც ალბათ გავაკეთებს რო აკლებ ნელ-ნელა ხოდა რო აკლებ და აუ რა დროს არ გაიცინეს თუ არა 50 ლარი სუწაგეთ კარგია ეს შემდეგი შოუ გავაკეთოთ შემდეგ 50 ლარი თქვენი ალბათ ვაგზელებთ ახალები შევიდნენ საფას ერთი წუთი დროსთან გვაქვს აგრესია მომემზადოთ წავიდა კახელები შევიდნენ სახაშეში გადმოუღო ზარეულმა ხაში და რა ჯო ნასკები გარეცხე ხაში შავი იყო ხაში ნეხვის სუნი თუ არა ქონდა ის რა ხაშიაო რა დაიწყეს ჭამა მე მე თუ არ შევარდნაძე შევიდა იმაში საგიჟეთში და ეკითხება ერთ ქიშს ეკითხება როგორი ის არისო ყვება არისო ძალიან კარგიო კურნალობა როგორი არისო ძალიან კარგია კი მაგრამ თქვენ ვინახართო და მეო შევარდნაძე ვარო ედვარდ შევარდნაძე ვარო რას წარმოადგენო საქართველოს პრეზიდენტი ვარო მივიდა მხარზე ხელი და ეგ არაფერიო აქ გიმკურნალებენ შენაო მე რომ მოვედი ნაპოლეონი ვიძახდი ნაპოლეონი ვარო და ახლა გიგავარდამიზე შეულებრივად ხო ეს არია კარგი არიცოდი ესა არიცოდი ეს შენ საიდან ვიცოდი არა რასა რო აბა იძახ თქვენ მოგონებები გახსენებს თუ რა რა ხო არის შევარდნაძეზე არ ვიცოდი მაინც და მაინც და имаზე რომ ცოდნო და რა ქვია რეიგანზე თქვას არ შეიძლება რა შეიცვალა კარგი ნუ ბატონო შალვა 100 ლარით თქვენია აბა ეხლა დავფიქსდეთ ვაგზელებთ გავაგზავნოთ რა ვიცი გავაგზავნოთ სახანძროში დარეგეს მოიცა რა ჩავთავ აქ არის საათი საათია აქ მაქვს ღილაკი ესე უნდა გავითვალისწინოთ ბატონო შალვა უნდა გავითვალისწინოთ ალბათ ის რომ დრო გვაქვს ხოლმე ცოტა იჯო დროის ამბავი რა არის ცოტა გააგზელეთ, გააწერეთ, გამოწერეთ და უფრო კარგი ახლა თუ 10 წუთი დავწერ შოუში ახალი როგორ მეცინება სულ არავინ არაფერი თქვას და კარგია მომემზადო სახანძროში დარეკეს არიქა ხანძარია დავიძე არიქა ხანძარია და არ ჩააქროთ მოვდივარდო ჩაქრობის თავი რო ქონდეს თქვენ და გირეკავდითო ოპერაში შევიდნენ ცოლქმარი და რაღაც ყველის სუნიაო და რაში საქმეო ნასკები გამოიცვალეო და
კიო გამოიცვალეო და აგერ წამოვიღე თუ არ გჯერავსო თანაო. პარიკმახერთან შევიდა ისა სვანი და დაუწყო მოწაფემ დაუწყო პარსვა და უცბად ადგა და გაეჭრა სახე. მიმანა გააქანა და დაარტყა. მეორედ კიდე გაეჭრა და კიდე დაარტყა და მესამედ ყური ჩამოეჭრა და არიქა ფეხი დაადგე არ დაგინახოს თორე მოვკლავს ახლა ორისაო. აღა თუ არ გაიცინებთ ისეთი. სამწუხაროდ დრო ამოიწურა. დრო არ იყო ბატონს. მერე გაეცინა დრო რო დავწერდა ნიკოლოზი, აი ჩახითხით და ხო. ნიკოლოზ რა სიტყვა? მე ერთი რაღაცა მინდა თქვა რა, ზოგადად ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას გადაცემაში. ამ შემთხვევაში ახლა გიგაძე იყო უფრო დამოკიდებული გაიცინება თუ არა. მე არ ვამბობ იმას, რომ ყველა ანეკდოტი ვიცი ამ ქვეყანას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ანეკდოტები მეც ვიცოდი ეს ანეკდოტები და ბაცაკ. ხო და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ როცა მოგზანდებით ისეთი ავარჩიოთ რომელიც ძალიან არა შეიძლება ვერ იმასაქვენ თორე ერთ ანეკდოტსაც გეტყვით და მე ერთი რამე მინდა გითხრათ ბატონო შარვა რომ ცოტა აქ წეღანას თქვი მე დრო არის მცირე დრო და ამიტომ ცოტა ისე უნდა ვეცადოთ ხოლმე რომ რაციონალურად გამოვიყენოთ ეს დრო რომ შევძლოთ ბევრი რამის თქმა ამ ერთ წუთში იმიტომ რომ შეიძლება ერთი რაღაცა მოვყვეთ მაგრამ ამ ერთ რაღაცა არ გაგვეცინა მართალია ასე რომ რჩევებს გაითვალისწინებთ ალბათ თქვენება დიდი მადლობა რომ მობძანდით კიდევ ერთხელ გელოდებით ამ სცენაზე მომავალში დიდი მადლობა პროექტი კარგია რომ მომიგო უკეთესი იყო დავკნათ ხდება ხოლმე ასე მე შეიძლება დავამატო? დიახ. რეკვიზიტიც ისა შევარჩიოთ ხოლმე. შეიძლება. ნასკი კარგია. ნუ ეს ანეკდოტა. ხო ხანი შარშანდელი. მაგრამ რეკვიზიტიც ცოტა ესთეტიკური. არ იქნება ურიგო. ეს ჩემგან რჩება. კარგი, შემდეგი მონაწილე ეს არის დუეტი თორნიკე ყურაშვილი და მიშიკო ჯაიანი აპლოდისმენტები. გაბარჯობა ბიჭებო, გაბარჯობა. მოგესალმებით. მიშა ჯაიანი 18 წლის. ჰობი ჩართული სარეცხი მანქანის ყურება და ეზოში პიანინოთის სირბილი. ერთნაირი ჰობი გაქვთ ხო თქვენ? ეს საინტერესო ახალგაზრდობა. საყვარელი ცხოველი, გიწერია რომელი ხართ მიშიკო? მე. ზალი? ცავს ქვია ჩემს. ზარი გაქია და? რა არ ვიგულისხმე ზალი. ზალი. ედუარდი ჩემსას ქვია და არ არის გასაკვირი. რა არ ვიგულისხმე ზალი ალბათ მეთქი რაღაც იდეალი ხალი კაცი წითელ ტროპიკებში. სადა ამაზონის ჯუნგლებში აღმოჩინეს ალბათ რაღაც. ზალისებრთა ოჯახი. ძალიან საინტერესო ეს დუეტი ბრძანდებით, ესე იგი შეხმატკილებულად რა. ერთი ცხოვრობს სადაც ზია მოდის, მეორე სადაც ზე ჩადის. საყვარელი კერძი დამწვარი კარტოფილი, საყვარელი კერძი უთხემლო კარტოფილი. თუ არა აქ შემწვარზე არა და თავარი კარტოფილი იყოს უთხემლო იყოს უმი თავარი ტყემალი თავარი ტყემალი ფაქტორი არის ტყემალი რო არ იყოს კარგი იდეალი ხალი კაცი საინტერესო ცეთილბუდა და რა გინდა რო ამყევი ერთი წავი ვაცან დავამთავრებ მე და მერე თქვი შე კაი შეთქვი მოიცა არაფერ საინტერესო ის მონაცემები აქვს ეგ ადრე უნდა წაგეკითხა იდეალი ხალი კაცი ცეთილბუდა და მონადირე ო და ზორო და მისი ცოლი მეორეს ერთი სიტყვით თქვენ აკეთებით თუ ვიჟერებთ საინტერესო ადამიანები ძანდებით ძალიან იმიტომ რომ აკეთებს რომ გადავხედე ისე ვიხალისე შესაბამისად ხურებიც რო იყოს დიახ თუ კი ასეთ ხურებიც გექნება აბა კარგიც იქნება ზადვართ წესები ხო არ შეგახსენოთ როგორცია აბდოს გიორი აბედნიერი ხარ მე ვარ უბედნიერი წესები მაშ ასე გვაქვს 5 წუთი მეგობრებო პირველი წუთი 50 ლარიანი მეორე 100 ლარიანი მესამე 200 ლარიანი მეოთხე 400 ლარიანი მეხუთე 1000 ლარიანი თქვენ შეგიძლიათ დამთავრებული წუთის ანუ წარმატებულად დამთავრებული წუთის შემდეგ თანხა აიღოთ და წახვიდეთ ან გააგრძელოთ ამაში მაგრამ თუ გააგრძელებთ და ვერ გააღიმებთ ჯიურის თანხას დაკარგავთ ვიცით წესები რა მაგარია ამთვის ხელფასი გამოვიმუშავე ძალიან კარგი მაშ ასე დავიწყოთ 1 2 და 3
სახლში ისეთი ფრთხილმამალი მყავს, დედლებს პრეზერვატივი ჩინჩლავს. ბაბუა ჩემი რომ მოვხდა ეს შემეში და 40 დღეს სახლიდან სული კი არა სუნი ვერ მევიშორეთ. ქართველ ლინგვისტს დასაუბრების დროს ენებიერია. ტოტო კუტუნიო მიცოს პირველ ღამეს გვარი მიცა. კითხაობა სხვადასხვა უბნებში, კითხაობა ვაკეში. უყვარ არ უყვარ. კითხაობა ვარკეთილში. მამა ჩემი გალახავ, ჩემი ძმა გალახავს. და ბოლოს კითხაობა გდანში. უყვარ არ უყვარ. ოდნახო სოცა გებეიშნიკი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ხალი ბაბა! ბევრი ხალი. რაზე? მე გებეის სტუდენტი ვარ, ყოფილი და ვიცი. მე დავდიოდი გებეში და ვიცი დაახლოებით რა სიტუაციაა. რა გინდოდა გებეში? მისთან დავდივარ. მისთან დადიოდი გებეში. რა იყო ერთი. ერთი იყო. ბიჭებო, კარგი 50 ლარი თქვენია, კარგი დასაწყისია, ენერგიული, რაც თავარია, ვაგზელებთ. ვაგზელებთ. აბა, დავაწყოთ სახეები, დავალაგეთ. დაალაგე სახეები და. იგა შენ გეხება ნოდარი დაალაგე. მაშასე მოვემზადეთ, წავიდა. ჩემეზობაც იმარი მწარენა ქონდა რომ მოგდა ლობიოს ჩავაჯერით. მე ისეთი დამპალი მეზობელი მყავს სუნი ავიდა. კარგია. კარგი იყო. აი, კარგი იყო. მე კარგი იყო, ესეთია. კარგი იყო. მეზობლის ენით ლობიოს რაჯობია. კარგი იყო. 100 ლარი თქვენია ბიჭებო, აპლოდისმენტები. ალბათ ვაგზელებთ, ისე კარგად მივიდივარ. კარგია. მოვემზადეთ. წავიდა. თბილისელმა გაიბიჭმა წელში ისე მეიხარა ხერხემალი გაემრუდა. რობინ ჰუდმა 18 წლამდე მარტო მშვილდის მოჭიმა იცოდა. მოდი ვნახოთ აღშფოთებული ძაღლი. ამფერი არაფერი ვინახია, კაცო. მოდი ვნახოთ სიტუაცია იმპოტენტი. Вставай, мой брат огромная, вставай, насмертный бой. Намгალი დაურო ზოდიაქო კურო. სიტუაცია ბრაზილიური ოჯახი. გამარჯობა ხუან. გამარჯობა ხოსე. დავიჯერო ახლა ხოსი ასეთ სასაცილო სახელია. ხოსეზე რო გაგეციდა. ნამგალი და ურო რაღაცა რო თქვა, იმაზე გამეცინდა. რაშუაში იყო. რაზე ნამგალი და ურო? ზოდიაქო ურო. და ვინ რა ხდება ამ დროს? შენ მოიგე უთო, არაფერი ეს. ეს იყო მეცადა. 200 ლარი თქვენია ამ ხუმრობებში, 200 ლარი თქვენია, მომილოცავს აპლოდისმენტები. წინ დარჩა 2 წუთი. 400 ლარიანი და 1000 ლარიანია. გიგა რა გინდა? ნოდარი თქვი. სო. ორჩა დაწყერდით? კარგი, ვაგზელებთ ხო? ისე ვართ რომ ის კითხვაც უხერხულია. მოემზადეთ. წავიდა. ჩემეზობლის გოგომ მსხვირში იმხელა პირსინგი გაიკეთა მგვრიე წყალში კარასთევს დაეჭირა. ჩემეყლოს ფეხი ქონდა ცუდი თუ არა? ტრაკი ცოცხლე თქვა? ჩემეზობელ ცოდვებიდან ისე ქონდა სული დამძიმებული რომ მოგდა მიქლან ბიჭები დაეხმარა წასაყვანად. მამა ჩემა ცხოვრებაზე ისე შეიქნია ხელი ფილტვებს ანთება ვიკიდე. უშედამპალო შენ მიაძახა განგრენიან პაციენტს ექიმმა. მოდი ნახოთ სიტუაცია წითელი ქუდა კომედი შოუში. წითელი ქუდი მახურა. წითელი ქუდა უნდა შეგჭამა. ჭამე ნოდარი. სიტუაცია კაცი რომელიც ბღავის. სიტუაცია სვეცკი ზორო. ამახალწეს თოვლის ბაბუამ ისეთი ცივი უარი მითხრა გემეყინა გვერდები. გამარჯობა ბატონო ნიკა. არ მელოდი მე ვედი ბოლო. ნიკაია მიდის სეიფი კიდია ფულებს არიგებს. აი. მე მომეწონა კაცი რომელიც ყვირის თუ რაღაც რო. კაცი რომელიც ყვირის იყო მოულოდნელი და საშიში. ისეთივე იყო აი წინაზე რო გამეცინა და რაღაცნაირი იყო. სამწუხაროდ. სამწუხარო ამბავია. იყო მცდელობა ღიმილის ბიჭებში, მაგრამ შეიკავეს თავი, არც ისეთი ძლიერი ხუმრობა იყო ალბათ. თუმცა ძალიან კარგი თამაში აჩვენეთ, რაღა დაგიმალოთ, კარგი დასამახსოვრებელი თამაში აჩვენეთ. რას დაამატებს ძვირფასი ჟირი? არ ვიცი, ჩემი აზრით, ეს ადამიანები იმსახურებდნენ 400 ლარს მინიმუმ. გაგერი მამაში. თუმცა გაგერი მამაში. თუმცა აქ მე მინდა ვთქვა ის რომ რაღაც დააკლდათ ალბათ ცოტა იქამდე. და ჩემი აზრით ის პირველი ეტაპები, რომელიც გავიარეთ, აშკარად უკეთესი იყო ვიდრე ბოლო, ამიტომ რა ვიცი.
ანუ კარგი უფრო სხვა თანმიმდევრობით რო ყოფილიყო ალბათ ალაგებული შეიძლება და 400 ლარი წაგო. თუმცა მე ვთვლი რომ ეს ადამიანი მისახურებდნენ ამ ყველაფერს. მაგრამ რა ვიცი. ხდება ხო? კი ბატონო, კარგი ხუმრობები მანამდე ქონდათ და მანამდეც დაალაგებული იყო არასწორად ესე იგი. გაითვალისწინეთ შემდეგში რომ მოხვალთ და ვიცი რომ მოხვალთ, ისე დაალაგეთ რომ აი განვითარდეს და 1000 ლარი აიღე გაიქეცი. მარტივად. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. წარმატებებს ვისურვებთ. აპლოდისმენტები. ძალიან კარგი პროექტია, წავაგეთ, მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე. ყველაფერი წინ არის. მედია შემდეგში მოვიდეთ. თანაჩინებს უსურვებთ წარმატებას სიყვარულს. მადლობ. მინდა ვთქვა ძალიან კარგი მატვილები არიან ბიჭები კი ბატონო და საკმაოდ კარგი ხუმრობებიც ჰქონდათ უბრალოდ ჩემი აზრით ეს პატარა რჩევა ჩვენგან გაითვალისწინებენ მე დარწმუნებული ვარ ნიკოლოზ რომ გაითვალისწინებენ. კარგი, შემდეგი მონაწილე გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ეს არის გიორგი მოდებაძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა გიორგი, მოგესალმები. დიდი მადლობა რომ გვესტუმრებ. თქვენ ანკეტასაც გადავხედეთ, საკმაოდ სიტყვა ძვირი ბრძანდებით, სულ ერთ სიტყვიანებია ყველაფერი. კროსვორდი შეავს. ყველაფერზე პასუხი გაცეული ერთი სიტყვა. ერთი და იგივეა ეს სიტყვა. ერთი მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებთ ახას, ეს ვერ ჩავატიეთ ერთ სიტყვაში. საღლი, სუპი. შენი ყველა. საყვარელი კერძი გიწერიათ სუპი. ავიჯო პირის გემო. სუპი ბევრნაირია. საცხოვრებელი ადგილი ბოლოკია. ძალიან კარგი. ბოლოკიანი, ნიგზია სულ ჰობი გაქვს იუმორი? კარგია. მისასალმებელიც მეტი არაფერია. საქმიანობა უმუშევარი. 16 წლის ახართან. აწის ადგება. ამასაკში უკვე დამთავრებული არის. 18 წლის თუ არა ხარ დღეს მუშაობას 10 წლიდან იწყება. კარგია. კარგი, მე წარმატებები მინდა გისურვო და ვიცი, გიგას თუ რამე არაფერ, წარმატებებს გისურვებ. გიორგი, წესები მინდა რომ დაგასაქმოთ აქ. ძალიან კარგი. 16 წლის უმუშევარი ბიჭი. 1 2 და 3. ქუთაისელი ბავშვი ქუთაისელი ბავშვი დააბარეს თორის ბაბუს რომ ამ ხალწეს ძამი ადაია გამომიგზავნა და შენ გამომიგზავნა და გამოვატანო. მე მაღაზიაში შევედი იქ ვიყიდე კიბე გიორგი გამირიგენი კარა ბიძე. სოფლიდან რომ მოდიეთ ეს ერთი წუთი ლექსი გაიმეორე ნიკა 50 ლარი შენია გიორგი ეს მომილოცავს სისტრაფე დააფიქსირეთ არა მე მაგის მომიდოდა ახლა თუ მე წინა გამომსვლელს უთხარ რომ ცოტა ტემში ვარ 1000-ის დაგიქვია ახლა რომ გიორგი ძალიან გთხოვ ერთ უფასოდ გაგვიმეორე არაბიზეზე ალექსი იყო ეს მომიდოდა ჩემო დამაწერინა აი გაიმეორე როგორც ეცადე რომ ნელა შევედი იქ ვიყიდე კიბე გიორგი გამირიგე ნიკა არა ბიძე გითხარი ესეც მე ვარ აი საბაცასიო იყო და ესე კაი განაცვალე კარგი 50 ლარი შენია გავაგზავნოთ ხო ალბათ მაშინ მოემზადე წავიდა მამა დააყენებს შვილს საევანზე და ეტყვის შვილო რამდენი ადამიანს გამორის იმდენ ლარს მოგცემო ბავშვი ითვლის წავიდა არც და გაიხედავს და დაინახავს კუდარს მამა დაგერხავ და თაშვილო კუდარი მოყავთო მე ხო ჭკვიანად მოიქეცე მე და დედა შენი ვიძინოთ ჭკვიანად მე კიდე თქვენი მოიქეცეთ და ისე მე არ გამაკეთოთო ბავშვი ეტყვის მამას 500 ლარი მომცი რისთვის გინდა შვილო დასასწრებლად 1000 მოგცემ შვილო ოღონდ მითხარი სადაიცვა და რასაკეთებდიო იმერელი მივაკახებთ და ეტყვის შენი გოგო მომთხ დედი შეიძლება გაზდაში ძალა მოგივიდაო ой ძალიან კარგი მოზარდი ხარ მინდა კიდე შეგიძლია გამოიყენო მთლიანად რაღაცები კარგად არ მისვლის მართალი შესრულების მანერაც განსაკუთრებული გაქვს და მისასალმები კარგად ყვება ანეკდოტებს მათაშორისზე კარგად ყვება გიორგი 100 ლარი შენია მოდი დავფიქსდეთ ეხლა დავფიქსდეთ წინ 200 ლარი კი არის მაგრამ 100 ლარის არ არის სოფი აბა გაიშვებით დავფიქსდი და გადავწყვეტეთ რომ 200 ლარი ჯობია ვიდრე 100 ლარი ჯობია არა ლოგიკა არის ამაში წარმატებები 3 2 1 იმღერე ნოდარი რა ვიმღერო არ ვიცი იმღერე ნოდარი არ გამომიყარ მოთმეტო რომ შემოგატყო მაგ და ჭყნუყბებს მე გეგე შენ
გურული ბრძანდებით პირიქით ბატონო მე მეგრელი ვარ. სვანი ხალი იცვლის და უცებ შეშველი აუცებ მიატას მეზობელი კაცი. უი მოდი კაცო შენ ხო პირველად არ მოდიხარო. მიხო მიდის ბაზარში უცებ ამოაცლიან ფულს. გვერდით კაცი დგას. ჯო ფული ამამაცალეს და შენ ხარ დაგინახო. ჯო მე რას პირველად ვარ გაშვებული. ამოდის კაცი ამოდი კაცო დაისვენე საქმე ამოდი კაცო დაისვენე მე გააკეთე შენ საქმე. დამაც აქალო აქ კი არა იქ რო წავალ იქ მიწარო და მე დევისვენებ მე. ჩემ მეზობელი ისეთ დაბალია რომ გათხოვდა ქრისტაკოცნას დაგრეთაციას მაღლა. ბებო მცემეს ვინსაც კი ვარი იყო ვაი უი გაუხმეს ხელები იმას. რამაგარი სახე ქონდა გეხვეწებით გაამეორეთ ნიკოლოზ არაბიძის სახე როგორ იქოქება როგორ არგი იყო თუმცა გადარჩი მართლა გადარჩი უკვე ბოლოსკენ ისე მიდიოდა გადარჩენილები ვართ უყალა არგია 200 ლარი შენია ჩემი გულით ადირჭევა იქნება რომ შეწყვიტო თამაში და დაკმაყოფილდა 200 ლარს მაგრამ მე ნუ მომისმენ ნუ არა მე ნუ მომისმენ მე ისევ თქვი ეს ჰაერში რა შვებით 200 ლარიც არ არის ცუდი ესეც ჰაერში უკვე წავიდა გადაწყვეტილი ამბავია 200 ლარი ამოიწევდა გიორგი დიდი მადლობა რომ მოხვედი კიდე გელოდები დავსვენე ახვალთვის ნახმარს აპლოდისმენტები გავასრულოთ ძალიან კარგი გადაცემა იყო მომეწონას კვლავ ვაპირებ ისე მოსვლას კარგი კვლავ ვაპირებ ისე მოსვლას კარგად ძანდება გასის საფიტყვებოდა და ეს ფინალები ესე სუერთი და იგივე ფინალი შესრულების ის რა ქვია მანერა იყო ძალიან მაგარი არა ნიკა არა ბიძე ის იყო არა ის რითმი იყო ძალიან მაგარი ნიკა არა ბიძე კიდე როგორც მოუხდა ისე ჩასვა თან მარტო არ დავიძარია ხო არა 4 კაცი კიდე არგია ახლა კი შემდეგი მონაწილე კი ბატონო ნანი სალუქვაძე აპლოდისმენტები გამარჯობა მოგესალმებით სასიამოვნოა რომ გვესტუმრეთ ჩემთვისაც გაიხარეთ მიხარია რომ გაქვთ იუმორის ზნობა და გიყვართ საყვარელი კერძი ოსტრი და соуზი. მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას კილევს განვიახლეთ. ნუ ამ კერძებს სჭირდება ალბათ, ხო? კი ბატონო, კი. და ხო, მეც მიყვარს ხოთაში შორის ეგეთი კერძები. მე არა. ჰობი გაქვთ ქართული ხალხური სიმღერები, მომღერლებისა და მსახიობისა სურათებისა და სტატიების შეგროვება. ბუთქუნაზე თამაშს სურათი თუ გაქვთ. მაგასაც შევიძენ. გაიხარეთ ეს უმრობით არაფერი ისეთი. კარგით, მე წარმატებები მინდა გისურვოთ. შეგვიძლია, რა ვიცი, დავიწყოთ. ალბათ, დავიწყოთ ალბათონო წარმატებებს. ალბათონანი, წესები შეხსენება ხომ არ გჭირდებათ? ივნის მერე სულ მაგას უყურებ და ზეპირადი. ანუ ჩემზე კარგად იცით ეს კაი. მაშინ დავიწყოთ. წარმატებები. 1, 2 და 3. სულ მთვრალი იხლი პარწები, აღარ მოგბეზდაბებია. ფხიზელი უფრო კარგი ხარ, მაგონე პიპო ხვიჩიას. ამდენი სმით და ჭამითა გადაგიგვარდა სტომაქი, თუ არ მოუკელ, იცოდე გახდები დიდი გუბასი. კარგად ასრულებ ნასვამ კაც, ნამდვილი მთვრალი მგონი ხარ. ფხიზესაც კარგად თამაშობ, ცეკვაც, სიმღერაც გიხდება, სიმართლეც იყო. ხუმრობაც ეს ლექსი ჩემო ნიკუშა, ტირილიც ისე გიხდება, თვალს რომ არ ენახება. ეს საქმე რაც წამოიწყეთ, ნამდვილად მისაბაძია, ახალგაზრდას და ბებრებსაც ყველას გაგვიღე კარია, მოკლედ და კონკრეტულად, კაი ბიჭი ხარ ძალიან. ახალგაზრდა მასწავლებელმა პოდიში ესე ამოვნა? კარგია? ნამდვილად და თავიდანვე მინდოდა უბრალოდ ლექსვაცა პირველი სიტყვა ხალბატონო თუ შეიძლება რომ მითხრათ. კაი სიტყვა იყო, ჩავიწერ მეცა. ჩვენ ლექსიკონის მიემატება. პირველი ლექსი იხლი პარწები, იხლი პარწები. არის რო აკეთებ თქვენ რო ვეღარ დადიხარ და იქცევი და ამას იხლი პარწები. იხლი პარწები. ჩავიწეროთ იხლი პარწები, აქ. იპოლხვიჩიაც მაგარი იყო, რატო არ და იპოლხვიჩია. ნასვამსაც კარგად თამაშობ. ხიზელსაც ნასვა. არა, იხლი პარწები ამ ლექსში მე მომწონს ეგ სიტყვა ძალიან. იხლი პარწები. ჩავიწეროთ. მიემატა ჩვენს ლექსიკონს. ძალიან კარგი. ქალბატონანი 50 ლარი თქვენია. უნდა კითხოთ, ვაგრძელებთ თამაშს.
რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მაშინ მოვემზადოთ. წავიდეთ. ერთ საღამოს მატრონეს სოფსაბჭოში დაიბარეს. ისიც გამოიპრანჭა და წავიდა. შვაღამე გადიარა ქალი არჩანს ქმარი გაბრაზდა გეიქცა. სოფსაბჭოში მივიდა და რას ხედავს. შვაში იდგა თავმჯდომარე ირგლივ ერტყა ქალთა ჯარი, მოხსენებას აკეთებდა მატრონიე მისი ქალი. მატრონეს კერძე ორდენი უწყინავს. სიტყვის დასასრულს კი თქვა, და თუ კიდე მესამშობლო მომატებას დამავალებს 9 თვის თავზე გენაცვალეთ მე-11-ს ჩაგაბარებთ. აბა ხალხო თქვენ მითხარით ეს როგორი კანონია? მე ბაღნები ვაკეთო და ორდენი კი მატრონიას. თავმჯდომარეს რომ პირდები მე-11-ს გაგიჩენო, ჩემი შრომით გინდა ოქრო გულმკერდი რომ დაიმშვენო. ვერა, ჩემო კარგო, ტყუილად შევით ნუ იმედობ. მე-11 თუ კი გინდა თავმჯდომარემ გაგიკეთოს. მე რა დამიყურებ? სწორია ეცა, ქმარი. ბოლოს მეც დავამატე. პასუხისმგებელმა პირმა აიღოს თავის თავზე. მე ქმარი ეუბნება აბდალი ქალი. ბაღანაი თუ გედა მე-11 წამოვის სახში და ელანზე გაგიკეთებ მე-11-ს და თავმჯდომარეს პირდებიო რა. ჩემი ტროსტი არ მუშაობს თუ შენი ქარხანაა. ძალიან კარგი კაბოტო ნანი, 100 ლარი თქვენია მომილოცავს ძალიან კარგი. შემდეგი შეკითხვა იგივეა, ვაგრძელებთ დამარს. რა თქმა უნდა. დანის დასალიერიდან აქ მივედი იმის დასალიერში და 100 ლარიზე ჩამევედი. სწორია. სამი. კარგი გლდანური კილოკამი გაქვს. ნამდვილად. მაშინ 3, 2 და 1. კეიფში ვართ. ჩვენთან ერთად მოხუცი ცოლ-ქმარია. ხანში შესული 70 წლამდე. მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. და ერთი შემოგვესტუმრა და იძულებული გავხდით შევიწროებულიყავი და ეს მოხუცი კაცი თავის ცოლს ეუბნება ადე ქალო დამიჯექი მუხლებზე და ადგილი გათავისუფლებაო დაგიძე დორა შენ მამზემ ახლა კალმახივით არა მოგიხტეს შარვლიდანო კალმახივით არა მაგრამ ლოქოსავით ხო მაინც გეინძრევაო მე ლოქოსავით განძრეული კი მაგრამ მაგ საქმე შეკაცო გაბრაზდა ეს რა ქვია ქმარი გაბრაზდა წავიდა დაიხტა შენ მამზემო მე ქმარმა უთხრა შენ მამზემ თუ არა ეხლა მუხლებზე რომ დამიძე შენც ქათამივით არა ფართხალდეო შო დამთავრდა ვერ გეგეცინათ ხო და ეს სასაცილო იყო. აი, ალბათონა რედაქტორებმა ხო გაგაფრთხილეს რომ უწმაწურზე არ გაეცინებათო, არა? რა უწმაწური, ამაზე ვარ ეს უწმაწური არ ამბობენ. ყოფილა შემთხვევა ესეც მართალია. ყოფილა შემთხვევა კი. კი ბატონო. მაგრამ არც უწმაწურზე არ გაგცინ. უწმაწურებს ჯობია წმაწური. ალბათონანი 200 ლარი თქვენია. მომილოცავს აპლოდისმენტები 200 ლარი. 200 არა, აქედან დანში ბოინგით წახვალ. ბოინგით თავის მონებით. მონებით წახვალ. მონებით. მაგრამ ეს არ არის თავარი. იქნებ თქვენ აგძელებთ და იბძვით. იქნებ. მაშინ 3, 2 და 1. ანეტამ პირველ სართულზე მიიღო ბინა. მისი ფანჯრების წინ შემოღობა ადგილი და შინაური ფრინველები მოაშენა. მესამე სართულზე ცხოვრობდა ბატონი გრიშა თავისი ცოლშვილით. ანეტას მამლის ყივილის ძილს არ აძლევდა გრიშას. ერთ დილას შეწუხებული და უძილო გრიშა გადმოდგა ფანჯრაზე და ეუბნება: ანეტა, დაკალი მაიმამალი. ბოლო-ბოლო დააკლავ თუ არა ჩამევედი და მე თვითონ წავაწყვით კისერ მაგმასო. ანეტამაც უყვირა: გრიშა, შენ ჭკვაზე რა ფერ ხარ თუ იცი? ეს მამალი რომ დავკლა, მე შენ დაჩინჩლავ ჩემ დედლებსო? ჩამევედი ახლა დავლა და შენს დედლებსაც დავჩინჩლავ და შენც ზეც წაგაჩინჩლაო. საწოდავი გრიშაი საწყალის კვერცხები სულ არ დაუთქლიფავ და ეს ქათმის ბჭყალები კვერცხებს საწყალს. გაგეცოდებათ? გაგზელეთ, თქვენ სულ რაღაც 4 5 წამი. ხო და მეტი არაფერი არ არის დაჩინჩლავ და ორივე ქათმესა და იმასა და კვერცხები დაუსკდებოდა. აი რა უქნათ, რა გრიშა ცოდოა. აი, ცოდოა გრიშა. გაბატონანი. მე გაგაფრთხილეთ, შეიძლება და ბოინგით წასვლა კლდანში, შეიძლება და 200 ლარად კარგად, მაგრამ თქვენ გარისკეთ, რაც დასაფასებელია ნამდვილად, ღირსეული თამაში გვაჩვენეთ, მაგრამ რა ვიცი, აი, ხიმილი ვერ დაიმსახურეთ.
გულის სიღრმეში იცინოდნენ, მაგრამ მაინც შეიკავეს. ხო, შეიკავეს თავი, რა თქმა უნდა. ასე რომ დიდი მადლობა რომ მობრძანდით. კიდევ ერთხელ გელოდებით ამ სცენაზე. აუცილებლად. აი ძალიან კარგი. აპლოდისმენტები გავაცდეთ გამოდით. ნამდვილად კარგი გადაცემა არის. მისასალმებელია. იმ ხალხმა, ვინაც ეს მოიგონა იდეა გაუჩნდათ, რომ გაეკეთებინათ ასეთი გადაცემა, ძალიან მისასალმებელია. მართალია მე დღეს ვერაფერი ვერ გავაკეთე, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ გადაცემა ცუდია. ძალიან კარგი გადაცემა. სიცილიო ამბობენ, სიცილიო სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამიტომ კარგია ეს გადაცემა. რა ვერ გაიგეთ, წერცხებიო დაუსკდებოდაო. ხო, მაგრამ გრიშა შეგვეცოდა. გრიშა შეგვეცოდა ეგრეთ. ხო. კარგი, მოდი შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. რა ვიცი, მე მგონი დღეს შესანიშნავი გადაცემა გქონდა. ნამდვილად. მთლიანობაში. რაც შეეხება მე გული დამწყდა, ამ ქალბატონზეც რომ იყო, რომ არ წაიღო კუთვნილი თანხა და რაღაც გავაგრძელეთ და ისეთი არ იყო. როგორც უნდა იყო, აი დუეტს მინდა მადლობა უთხრა და მათზეც გული დამწყდა, რომ ვერ მოიგეს რაღაც თანხა და განსაკუთრებულად დღევანდელი დღეს მინდა გამოვყო ბატონი ის რა ქვია განსაკუთრებული შესრულების სტილით და მანერით რომ გამოირჩეოდა ბატონი გიორგი რომელმაც ერთგვარად გაახალისა ჩვენი დღევანდელი გადაცემა თავისი შესრულების მანერით და სტილით და ტემპით და რა ვიცი მთლიანად ორიგინალური ადამიანი იყო. ერთი სიტყვით მე მადლობა მინდა ყველას გადაუხადო ვინც დღეს მობრძანდა და შეეცადა რომ კარგი გადაცემა გამოგსვლა და რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას. რა თქმა უნდა. ბატონო გიგა? შესანიშნავი გადაცემა იყო. სხვაგვარად არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მე ვიყავი სტუმრად. მართალია, ნოდარი მართალია. ხო, ერთადერთი გული დამწყდა ძალიან იმ ადამიანზე დროში რომ ჩაეტია, რაღაც ჰქონდა ისეთი შეგრძნება, რომ უფრო მეტი შეეძლო, მეტის მოგება შეეძლო და გული დამწყდა ადამიანზე. ყველაზე დამწყდა გული რა თქმა უნდა ვინც ვერ მოიგო, მაგრამ განსაკუთრებულად დავამახსოვრდა ეს ადამიანი. ურჩევ რომ კიდე მოვიდეს და ცადოს ბედი რომ დრო უნდა განსაზღვროს ყველა მონაწილე, ჩემი აზრით, ვინც აქ მოდის. შესანიშნავი გადაცემა იყო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. და კიდე მთავრდება გადაცემა, ამ დროს უნდა ვთქვა მე რომ უკვე დამთავრდა გადაცემა, ახლა კი წავიდეთ მენაშენ და ჭამოთ. მე რა შემიძლია დავამატო. დიდი მადლობა თქვენ რომ მობრძანდით ბატონ ნიკოლოზ ღვინო იქით გაციეთ? ხო, შევინახოთ. გიგას ძალიან დიდი მადლობა რომ პირველად მოხვედი და კეთილი იყო შენი ფეხი და კიდევ გელოდებით. თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ხოლო მაყურებელს ვისაც სურვილი აქვს რომ ამ გადაცემაში მოხვდეს, ვიმეორებ შეავსეთ ანკეტები და გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე. გააცინე ზაღლუკა რუსთავი 2.com. ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით.